ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი. მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ირმა ებრალიძესთან ერთად. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს დილა მშვიდობის. ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე აპრილში დაბრუნდება. ინტერფაქსი წერს, რომ საინტერულმა სამსახურმა ღვინის მიწოდებაზე მწვანე შუქი ორ კომპანიას ქიძმარაულის მარალს და დუგლაძეების ღვინის სახს აუნთო. სხვა კომპანიების პროდუქციისთვის რეგისტრაციის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო კი აღნიშნულ ორ კომპანიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრინციპული საკითხი გადაწყვეტილია და მათ უკვე შეუძლიათ შესაბამისი პარტია მოამზადონ. ონიშენკო დასძენს, რომ რუსეთში ორი კომპანიის ალკოჰოლური სასმელის 40-ზე მეტი ნიმუშია დარეგისტრირებული, როგორც კი მათ სახელმწიფო რეჟში შეიტანენ ბაზარზე მათი პროდუქციის შემოტანა დაიწყება. აღსანიშნავია, რომ სანიტარული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, რომელიც 26 მარტით თარიღდება, მითითებულია, რომ სახელმწიფო რეგისტრაციას ალკოჰოლური პროდუქციის ორ და მინერალური წყლების მწარმოებელ ორ კომპანიაში გადის. სპეციალისტების მეორე ჯგუფი კი საქართველოს 1 აპრილს ეწევა ინსპექტორებას, ექვემდებარება ძირითადად დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში არსებული 37 ქართული საწარმო დელეგაციის ვიზიტი 5 აპრილს დასრულდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინო და მინერალური წყლები რუსეთში 2006 წელს აიკრძალა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. განვაგრძობთ გამოშვებას. უკვე 2 დღეა ბანკ რესპუბლიკის ჯგუფ სოსიეტე ჟენერალის ინიციატივით და ორგანიზებით ბათუმში ტარდება შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. თუ რა საკითხებს განიხილავენ აღნიშნულ შეხვედრებზე, ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს გავესაუბროთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროს ზურაბ ქარცივაძეს. ბატონო ზურაბ, გამარჯობათ. გამარჯობათ. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო ზურაბ, რას ემსახურება მსგავსი ტიპის შეხვედრები, ანუ რას თავაზობთ, რა ახალ პროდუქტს თავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს? თქვენ სწორად აღნიშნეთ, ბანკ რესპუბლიკის ორგანიზებით მიმდინარეობს აჭარაში, კერძოდ ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრები. ყოველივეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მცირე და საშუალო ბიზნესი გამოცხადდა 2013 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. და ერთ მაგიდასთან ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს ამ შეხვედრაზე წარუდგენთ დაკრიტების გამარტივებულ პროცესებს, რომელიც შეიცვალა ამ მიმართულებით. გვაქვს განახლებული პროდუქტები და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის კლიენტებთან ურთიერთობის სრულად ახალი მოდელი, სადაც ჩვენ პარტნიორულ დამოკიდებულებას თავაზობთ მათ და გუნდი, რომელიც გადახარისდა ამ მიმართულებით მრავალწლიანი საექსპერტო გამოცდილებით არის წარმოდგენილი ამ შეხვედრებზე. და ყველაზე მთავარი და ხაზგასმელი არის ის, რომ ამ შეხვედრაზე თვითონ ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება ბანკს ესაუბრონ თავის მოლოდინებზე, თავის საჭიროებებზე და თავის სამოქმედო გეგმაზე, თუ რას აპირებენ, იმისათვის რომ ბანკმა ხვალ სერვისის და ბანკმა ხვალ პროდუქტის შეთავაზებაში ეს აუცილებლად გაითვალისწინოს. და ბატონო ზურაბ, აქვე ჩაგეკითხებით, თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ მონაწილეობას იღებთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში. ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ბანკ რესპუბლიკას აგრობიზნესის სესხების გაცემის გამოცდილება შეიძლება ითქვას არ გააჩნია. ამ კუთხით არის თუ არა საუბარი, გუშინ და იყო თუ არა გუშინ და ასევე იქნება თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბანკმა დაიქირავა სპეციალურად სპეციალისტები ამ კუთხით და მიდის მუშაობა, რომ ამ პროექტში იყოთ აქტიურად ჩართული. გუშინ შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით დაინტერესება ძალიან დიდი იყო. ბანკ რესპუბლიკა მონაწილეობს სრულფასოვნად ამ პროექტში. ჩვენ აქამდე სწორად აღნიშნეთ, რომ არ ვიყავით აგროსექტორში წარმოდგენილი, რადგან არ გქონდა ამ მიმართულებით გამოცდილება. მას შემდეგ რაც ჩვენ დღეს ბანკში ყავს სპეციალური გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი და ძალიან კვალიფიციური ექსპერტიზა გააჩნია და ბანკმა შეიძინა ამ მიმართულებით ექსპერტიზა, ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობას. და რამდენია კაპიტალი თუ არის დაზუსტებული, ანუ რაოდენობის სესხის გაცემას გეგმავთ ამ კუთხით? ძალიან ბევრ საფინანსო ინსტიტუტს ვესაუბრებით, საერთაშორისო იმისათვის, რომ მოვიზიდოთ, რაც შეიძლება იაფი რესურსი, იმიტომ რომ აგროსექტორი დღეს ითხოვს, რომ მიდგომაში ჩვენ ვიყოთ ცალსახად და საუბარი არის საკმაოდ დიდ თანხებზე. ის საჭიროება და ის მოთხოვნა, რაც ბაზარზე არის, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თავმად შეგვიძლია დავაყენოთ. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ ბანკ რესპუბლიკის ჯგუფ სოსიეტე ჟენერალის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ქარცივაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მას ასე უკვე 2 დღეა ბათუმში ბანკის ორგანიზებით შეხვედრები მტარდება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან.
და კიდევ ერთი ჩართვა PSP დაზღვევა აპრილიდან ავტოდაზღვევის პორტირებას იწყებს თუ რა პირობებს სთავაზობს კლიენტებს PSP დაზღვევა ჩვენ შეგვიძლია ახლა გავესაუბროთ PSP დაზღვევის დირექტორ ზაზა დოლიძეს ბატონო ზაზა გამარჯობათ გამარჯობათ მოგესალმებით მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში რა პირობებს სთავაზობთ მომხმარებლებს ამ პორტირებასთან დაკავშირებით 1 აპრილიდან PSP დაზღვევა იწყებს აქციას ჩვენ მოქალაქეებს ვისაც უკვე დაზღვეული ყავს თავისი ავტომობილი ამა თუ იმ სადაზღვო კომპანიაში შესაძლებლობა მიეცემა ჩვენთან ამ დაზღვევის პორტირების 10-დან 30%-მდე უფრო იაფად და რა უნდა გააკეთოს იმისათვის ადამიანმა რომ პორტირება მოახდინოს ანუ ამისთვის მხოლოდ საკმარისია რომ დაარეკოს თუ ეს რაღაც დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისთვის საკმარისია დაარეკოს ჩვენს ხელხაზე ან მობრძანდეს ჩვენს ოფისში რომელიც ჯერჯერობით არის მხოლოდ სათავო ოფისში მაგრამ უკვე აპრილის განმავლობაში გაიხსნება რეგიონებშიც ჩვენი ოფისები სადაც შეუძლიათ ამ ავტოდაზღვევის პრობლემას მიბრძანდნენ გაიგონ პირობები ან ცხელი ხაზის მეშვეობით შეუძლიათ გაიგონ პირობები რა პროცენტით შემცირდება გამოაცხადოთ ცხელი ხაზის ნომერი ჩვენი ცხელი ხაზის ნომერია 2-15-55-55 და რას გეგმავთ ამ კუთხით წელს ანუ რა სიახლეები გაქვთ ავტომობილებისთვის ვინც დაუშვათ პორტირებას მოახდეს თქვენთან და ან ყველასთვის ვინც თქვენთან არის დაზღვეული ჩვენი ცხოვრება და ჩვენი სამყარო ზოგადად ცვალებადია რომ რაღაც პირობები შეიძლება უცებ მომენტალურად შეიცვალოს ჩვენ ცხოვრებაში და პორტირების შემთხვევაში დაგეგმილი ხარჯი რომელიც ამა თუ იმ მოქალაქეს დაგეგმილი ავტოდაზღვევისთვის ჩვენ ვაძლევთ საშუალებად უფრო შეამციროს ეს ხარჯი შესაბამისად ყველას ექნება ამის საშუალება უბრალოდ გაიგოს რა მოცულობით შემცირდება ავტოდაზღვევის ღირებულება რაც შეეხება შუა სადაზღვევო პაკეტებს ჩვენ გეგმავთ კიდევ ერთი ახალი პროდუქტის შემოყვანას დაახლოებით მაისისთვის ბოლოსთვის რომელიც საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის პრინციპი დაგხვდეს ავტოდაზღვევას დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ შეგახსენებთ რომ PSP დაზღვევის დირექტორი ზაზა დოლიძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს მას შესე PSP დაზღვევა აპრილიდან ავტოდაზღვევის პორტირებას იწყებს და ყველა ავტომობილის ფლობებს რომელსაც უკვე დაზღვეული ყავთ ავტომობილი ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში სთავაზობს ავტოდაზღვევის პორტირებას 10-დან 30%-მდე უფრო იაფად ბოლოს ერთი ინფორმაცია უცხოეთიდან თითქმის ორკვირიანი შესვენების შემდეგ კვიპროსულმა ბანკებმა მუშაობა განაახლეს თუმცა მთავრობის მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები ისევ გრძელდება მოქალაქეები ადგილობრივ ბანკომატებში დღეში მხოლოდ 300 ევროს განაღდებას შეძლებენ ხოლო საზღვარგარეთ მყოფი ფიზიკური პირები ნაღდი ფულის სახით დღეში მხოლოდ 1000 ევროს იღებენ კვიპროსულ ბანკებში შეზღუდვები კიდევ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება წერს აგენტ ფრანს პრესი გარდიანი კი აღნიშნავს რომ კვიპროსის საფონდო ბირჟა 2 აპრილამდე დახურული რჩება. ბანკების გახსნამდე მთავრობამ მათ ფილიალებთან დაცვა გააძლიერა, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან დაძაბულობა არ არის შეზღუდვების შემოღებით. დაღიზიანების მიუხედავად რიგში მდგარი კვიპროსელები მშვიდად იქცევიან მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათ მრავალი წლის შრომით მოგროვებული ფული მოპარა, იტყობინება ადგილობრივი მედია. კვიპროსის უმსხვილესი ბანკების რესტრუქტურიზაცია საერთაშორისო კრედიტორთა ერთ-ერთი მოთხოვნა, რათა კვიპროსმა მისთვის დამტკიცებული 10 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება მიიღოს. ამ დროისთვის სულ ეს იყო ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით განახლებული ინფორმაციებით ეკონომიკსი რადიო იმედის პირდაპირ ეთერ 16 საათზე და 15 წუთზე დაუბრუნდება. თქვენ კი დარჩით რადიო იმედის ტალღაზე წინ უამრავი საინტერესო ინფორმაცია გელოდებათ და მე აქვე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიკსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიკსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.